მიძვირფასებო როგორ ხარ? დაგიჭერავ დედიკო მაგას მე. აქ ჩაიგის ხი არ გინდოდა? აბა რატო ჩამასხმევინე? ეგას სათამაშო მქონდა. მოკლედ. მე როგორც ხელი. კანონ მქონდა ჩართული და მაგიტომ. ისეთი ეხა. რადი. დედა როგორ მოდის წყალი წეწეთო. ესე სიცხე აქ ისე გოდეს. შეიძლება ვინც არ მომიწმენდია. ჯიანავდექი და მე მეორე ჯიანავდექი მერე ამათ ვაჭამე გასარეცხედი გავფინე თეთრეული მთლიანად დავყავე წუხელეთი 5ჯერ მეტჯერ თუ არა გამოუცვალე გოდეს ხო და სად მომაქვს იქეთ უნდა წავიდე ეხლა კიდე წყალი არ არის რომ გავრეცხო ყველა ავანთე არაფერი არ შეცვლილა საბნები გავიტანე გარეთ ისეთი ქარია მეშინია ჩამოყაროს მაგრამ ბევრი შპილკები გავუკეთე და რამეც იმედია დარჩება ბრინჯის ფაფას შევჭამო მალაკოთიო გრძით არ უნდა არც მაგ გრძე მაგრამ მალაკოთი რახან შეჭამს გავაკეთებ და წყალი რატო არ არის სუპი გავაკეთე გუში 10 კოზით ზალით ხოვნით ხვეწნა მუდარით ვაჭამე გეგას თლიანი თევში აჭამა მამამისმა ამ ქალბატონს არ მიუთმევია აზერზე არ ვარ რა უნდა თხოვლე ვერ ვიგებ კაი ტელეფონი აწამიქციო ადას თმაზე არც მიმიხედია როგორც ჩემსაზე წუხერო დავიბალე უბრალოდ არც დავიბალე ესე გავიმშრალე და ავიწიე და ეგა გამოიწიე და გაბურძგნულო დედას არის ავიწიე და ეგა მარტო ჩოლკებით დაუვარცხნე ღმერთო ეს გაზი ხო მომკლავს აქ ცხელა კარმა რომ აქ ჩართვი მაგრამ იქეთ ცივა იქეთ მე ხა რომ ჩაუწიე თანა ივანი მოვაღე იქეთ საწოლო ოთახში ფანჯარა სულ ღია მაქვს ხამეც კი ვაღებ ხოლმე მე იმიტომ რომ ვერ ვარ ისე მეხუთება სული გიორგიც ყოფილა ესე ცუდად ჩემი ძმის შვილი ხო და ისე შეგვეშინდაო დედაჩემმა კანკალებდაო მაგასაც ისე შეგვეშინდაო რომ მეზობელთან გაქცეულან დედაჩემი იყო მამაჩემი იყო ჩემი რძალი იყო დედაჩემი ხო თქვი მაინც იგვერდზე ბიცოლაც არის შეშინებიათ და მე მარტო მეთქი ვეუბნები მე მარტო ვარ და აბა ეხა ჩემი წარმოიდგინეთ მეთქი რა გიჭირს რა უჭირს უცებ მორჩებიან სიცხეა მეტი არაფერი და მეზობელთან გაქცეულან აი ესე ახალხო ჩემი საქმე სხვისი ყველაფერი ადვილი ჩანს, მაგრამ სულაც არ არის ადვილი, არაფერი.
Digo, es sūta იყო, აკრაგო დამიგდე იმისია. ბრინჯი გვინდა. იმედია მაქვს და ყველა არ გამოვიღე ეგისა. ვფიქრობ მაქვს კი. ძლივს რო გასარეცხები აქვს. ცარიელი მაქვს, გარეცხილებიც და გასარეცხები. მარტო ჭიქები ჩავყარე, აბა რა ვქნა, ეხა ჩაიდარიეს და მესანამ იქეთ აქეთ დავდივარ და რაც ხას ვაკეთებ ყოველ დღე მომკლა ხალხო იმან რომ ბევრი ხო არ არის ყოველ დღეურად რომ ვიწევს ამ თეთრეულების ცვლა აბა ნაოფლიანები მე არაფერი არაა მაგი ბავშვი წყალივით აი წყალივით იყო წუხელ აი ხა ესეც უნდა ვაგროვო წვეწვეთობით ნუ აკეთებ გოგო რომ მოტყდეს შენი კი არ არის დროებით ხარ გოდე მე მითხარი დედიკო თუ მოგინდეს ლობიოც გვაქვს სო გაჭედა რაღაცა და აწი იწვალე თათიამ რომ გამოანხო გაშემილია თელის ამოყრილი ქონდა დღეს ჩავყარე ასე ჩამილაგებია ისე ჩავყარე ხარ დავიხალე ნერვები არ მაქვს უბრალოდ ყველაფერთან მარტო გამკლავებით დავიღალე ერთ მხრივ ჩემს თავს ვეუბნები რომ მიეჩვევი და უფრო მე აღარ გაგიჭირდება თქო, მაგრამ სანამ მიეჩვევი, მანამდე ხდი შენ. შენო მუხრანი ხო ყავს, სად ყავს მე მუხრანი? სახლში არის მუხრანი, არ არის. რო დავურეკავ იმის იმედით ვურეკავ ხოლმე როცა მიჭირს რომ გამოუშვებენ იქიდან და მადლობელი ვარ იმ ადამიანების კიდე ძალიან რომ არასოდეს არ ყოფილა ისე რომ არ გამოუშვეს როცა პრობლემა გვაქვს მაგი არ დაკარგოთ თორე მამა გაბრაზდება ხო იცი რომ მაგი არაა სათამაშო ეს არ გამილეია წყალი იმიტომ რომ ბანანით შევჭამე წუხე მოიტანა მუხამ და შემინახეს ორი ცალი გოდე ისე იყო რომ ახალი ნაბანავები იყო მუხამ არა ბანანი არ გვაქო ან ვაშლიო რომ მოითხოვა წავიდა მოვუტანა და აი გოდე იდა იყო შუაღამებო რომ ბავშვი მოითხოვს 10 საათი შესრულებული იყო მე მგონი დედიკო ხო არ ცივად იხეთ თავხურო კარი აი სიცხე რომ მომენტში განახათ როგორა მე დავხურე მე დედიკო სუფთა ჰაერი ჭირდება დე რამდენი ბაქტერიები იქნება ეხა განიარდეს არ გინდა არ დაკეტო არ ჩანს როგორ წეწეთობით საქმე მქონდა ქალაქში ვერ მივდივარ ვერავის ვერ დაუტოვებ ბავშვებს ვის უნდა დაუტოვო შენი ვირუსიანი ბავშვი მე ერთადერთი თამთა მყავდა და თამთას ეხა პაწუკა რო ყავს მით უმეტეს არ ვკადრებ ღმერთო ჩემო ჯერაც მივსულ ვარ ამათ გამო ვერ მივედი ერთად მივავთ მეთქი და
რომ ვფიქრობ მარტო მომიწევს მის ვართ და ჯობია მივიდა ამდენი ხანია ამათ ველოდები. სანამ მეც არ ვარ ცუდად და არც ერთი. მაგრამ ამასთან რომ აქვს ურთიერთობა მაგიტომაც თავს რო ვიკავე. ხო. არ მახსოვს სახელი და კვალი. მაგრამ ერთმა გოგონდა მიწერა. ჩემი ლოგიანი რომ მოეწონა და შენი რეცეპტით ტორტის ბისკვიტი გამოვაცხევ და ძალიან მაგარი იყო. უღრმესი მადლობა. რომ ცადე მაინც. იმიტომ რომ ზოგჯერ ბევრჯერ მინახია მეც რომ მაგალითად აი აქებენ რომ ეს გააკეთეთ ეს კარგი ასე ისე და მე გავაკეთე რამოდენიმეჯერ ერთხელ ვფიქრობდი ალბათ ეს ხო არ დავამატე რაღაც არ გამომივიდა მაგრამ უმეტესწილად თუ რამ გამიკეთებია YouTube-ში რაც ვნახე მაგალითად შუ და ეკლერი YouTube-ში ვნახე ქართველის არის ოღონდ სიმართლე რო გითხრათ რუსულად ეწერა მე აი რუსულად რეცეპტს ნაწერს დავსკრინე და ტრანსლეიტი გამოვიყენე კარგად რუსული რო არის მაგრამ ჩვეულებრივად რძე წყალი რაღაცები ეწერა და რამოდენიმე რაღაცას მიხვდები შენს კეთების პროცესი კი ედო იმ ადამიანს და ძალიან კარგები გამომივიდა რამდენჯერ გავაკეთე იცით თქვენ და სუსტად YouTube-დან მისწავლე მაგ ფენომენიცომის რეცეპტიც YouTube-დან ხო და ასე რომ ცუდი არ არის ბევრი რამ მაგრამ სხვა იმიდან არ გამომივიდა ქართული იმებიდან ეხა იტყვით ლანძღავს არავის არ ლანძღავს ხალხო მე არ გამომივიდა იქნებ ჩემშია პრობლემა მე გავაკეთე რაც ხარასწორად მარტო იმით რო აკეთებენ წყლით და ზეთით ეგ არ მისინჯია იმიტომ რომ აი ამას რომ ვაკეთებ ეკლერს რძით და წყლით ბევრჯერ გაჩვენეთ ძვირფასება რომ გავჭერი შიგნით რომ სულ ცარიელია და მე ყოველთვის ვაკვირდები ადამიანების მსგავს ვიდეოებს და არ არის ცარიელი უნდა იყოს ცარიელი შიგნით ქოქას რო ეძახიან არ ვიცი სხვანაირად როგორ ითქმება სულ ცარიელი უნდა იყოს იქ ცომი არ უნდა იყოს კრემი რო ცარიელ ადგილში ჩავიდეს ხო და მე ბევრჯერ გაჩვენე თუ რამეს კაცს ვაკეთებ და გამომდის გაჩვენე ცუდი გამომივიდა რაღაცა გახსოვთ რომ გავაკეთე იმისგან შვრიის ფანტელისგან რაღაც არ ვიცი ხა ახლები მიყურებთ თუ ძველებიც ხართ ჩემთან ვისაც გექნებოდათ ნანახი გემახსოვრებათ რომ შვრიასგან გავაკეთე რაღაც და არ მომეწონა სასტიკად ნამცხვარიო და ძალიან არ მომეწონა სიმართლე რო გითხრათ მაგი არ იყო არაფერი ყველა დავხარჯე მაგისთვის ბანანი და რაღაცები მოგეცდება არ მახსოვს ბევრი რამ მახსოვს და რაც ვაკეთე თუ მახსოვდეს მე ვიქნები რაც ვიქნებ ზოგჯერ აი საცივის გაკეთებაც რომ მინდა ფიქრობ მახსოვს განა რა უნდა მაგას თქო ვიხსენებ აი ესე ვარ მართლა ვარ ასე მასე რო არ ვიყო აბა რა მიჭირს ეხა არის კაცო ამ სათხესასწავლო დღეებში წინა დღეებში წყლის მოსპობა ღმერთო დიდებული შემიშველი წვეთად მოდის კაი ეს მინდა ეხა მე დავლევ მაინც წამაგდება
mom is so slow. Mommy. La 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 la. La la Kore. Ballerina cappuccino, ballerina cappuccino. Ախոս արտա Ballerina cappuccino. Ballerina. ხანი მომიტანა ეს მალაკოები ჯიბედან ლარი 90-ად. მაინტერესებს ახლა თუ არის კარგი, მაგიტომ არის რომ ეს გავხსენი, თორე. ორი მქონდა მე. ანიკო დეიდასგან მომიტანე მე მგონი. თორე მინდა გამოვაცხო თუ ესენი კარგად იქნებიან საახალწლოდ შერეული. ხილით. სხვადასხვა პორტოხალი, კივი, ანუ შერეულად ყველაფერი რო გქონდეს, რასაც გავწუდები. ზემოთ არ ვიცი, მე გაფროება მიჭირს ყოველ ჯერზე იცი შვენ. ერთი მარციპანზე მაცდევინა, მაგრამ მე შინია რომ ფული არ გადავყაროთ ხო. ყვილა, მაგრამ ვარ სადო ისე რა გამოვა. მაინტერესებს მარციპანის დამუშავება თუ გამომინა. გარეთ მარციპანით რო გავაფორმო მერე ივეჩვიოდა. მაინც ლამაზია სუფთა ზედაპირი, სწორი, რეალა. ესეც კაია, ამისი ფლავიც კარგი იყო. აი ამ ფერის. კარგი გამომივიდა და თეთრი ფერით. არა. იმიტომ რომ ჩაიფშნა. ხომივით გახდა. ერთი გავაკეთე თეთრი ფერით მარტო, მაგრამ მაშინ ვიდეოებს არ ვიღებდი მე მგონი. შენ სტელია ხალხო. მარტო როგორი სტელია. აი უყურეთ. ეს არის ლარი და 90 თეთრიანი. აი ესეთი. მეგონა რომ არ იქნება კარგი თქო და ეს მაგიტო გავხსენი. It's not me. What? ეს მაგ მეორე. აი ეს. ხარ ვიცი. ეს ხარ მომიტანა კაცო მანამდე. არ მახსოვს მე რომელი მოვიტანე ანიკო დეიდასგან. ეს ქონია თავი. I come with me. You. I come with me. You is not you. ეს ერთი ცალი მაქვს განსხვავებული, დანარჩენი ეს ყოფილა სულ. ასე რომ მე არ დავამახსოვდა ალბათ, მაგრამ თეთრი ფერი არა. ის ძველებული გემო არ მახსოვს მე. ვერ ვიგებ. ვერ გინდა რომ ვიხსენებ ხოლმე ჩემთან ბაღში რო იყო. აი ხო შედიოდი და ისეთი საჭმელები სუნი იყო, არც ერთ ბაღში არ არის მე მგონი სუნი. ეხა მარტო მე არ ვამბობ, სხვათა შორის რამოდენიმე მასწავლებლისგან ბაღში არა. საერთოდ მასწავლებლისგანაც კი გამიგია, რაღაც ჩვენთან საუბარში, რომ აი არ მახსოვს, რომ ჩემს დროს სულ სხვა იყო და მეც ის უთხარი, რომ აი ჩემს ბაღში რომ თუმცა დღესაც ეგრე არის, ისეთი კარგი სუნი არის და აი ვერ ვიხსენებ იმ კერძების გემოს. მაგრამ სუნი როგორც ესეთი მახსოვს.
შევდიოდით როგორი კაი და აი რაღაცნაირი სუნი იყო მოგინდებოდა უცებ საჭმლის ჭამა. ან მანი ფაფას ხალხო. მანი ფაფასაც არ ქონია, არა აქვს ეხლა მე ხარ ამაც სულ უკეთებ ხო იცით, მაგრამ არ მახსოვს ის გემო მანი ფაფას, ან სუნიც კი. Ballerina. არ ვიცი რა შეასაქმე. Ballerina. ეს მე მგონი ვისაც შებერილობა და შეკრულება აწუხებს იმათთვის არის კარგი. მე მგონი, მე არ ვიცი. უბრალოდ იმას გეუბნებით, რასაც მე ჩემს თავზე ხედავ. არ მაწუხებს იმდენად. ეხლა მთლად აღმოფხვერი მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ ეს ყოველ ჭამაზე რომ უცილია სიმქონდა, ეს არ მაქვს იმდენად. ეხლა კი დღეს დილით მარტო 2 ბანანი მაქვს ნაჭამი. წყალი დავლიე. მეტი არაფერი კი მარილიანი თხილი შევჭამე. ნარჩენები ხო იყო ჩემთან. და ის შევჭამე. არ ჩამოვარდები ამ კობს ავიღებ ერთად. Varkili voice. Ballerina, cappuccino, ballerina. ზის როგორც იქნა ხასიათი მაინც არის სახეზე რო შეხედავ გოგის შეაყობრო თითქოს და უყურესად არის. ასე რომ ისეთი ამბები. ვუი, კიდე რა უნდა გითხრათ? ვითომ თუ რამე კარგს აღმოაჩენ, გეუბნებით დიდი სამები. გეგას, აი ნახეთ. აი აქ მაქვს პატარა ხორცი. აწეული. აი, ხო ხედავთ. გეგას უყვარს აი ასე. ჭამს, კაი მე ის პატარა მოუწყვიტე და მე არ ვიცი ხოლმე მისვლა და კანის ჭამა. ობეჭავს ანუ გეგა ბევრს და აი ასე გადატყავებული ქონდა. კანი. ერთი ფენა კანი. მერე მეორე ფენაზე კიდე იყო წამწუდარი. და იქაც პატარა რგოლივით ქონდა უკვე. და მესამე კანი ჩანდა. მუხამ არ მახსოვს რისთვის იყიდა მოკლედ. რამ გამიჩინაო რაღაცის გამო სწუხდა. ფეხზე? სოკო არ იყოსო. მაგის ეშინოდა და ლამიზილს იყენებდა. ამიტომ დავიწყდა ეს სახელი ლამიზილი. ჩემზე არ დაურეკია და იქ აფთიაქს არ ვიცი რა უთხრა როგორ კითხა და მიუციათ მაზი. აი ეს მაზი. არც შევსულ Facebook-ზე ან არ დამიგუგლავს ან რაღაცა რომ გამეგო თუ რისია ეს მაზი. მაჩვენ შენი ხელი დედა. მეუყურეთ. აი აქ ქონდა. საშინლად. არ ჩანსო მეტყვით, არ ჩანს, იმიტომ რომ არა აქვს უკვე. წუხელ რო დავბანე. გამახსენდა ანუ რა არ წავუსვი მაგაზე და ვერაფრით ვერ მოვარჩინე. სინაფლანი მქონდა წავუსვი, თუთიის მალა მქონდა წავუსვი, კიდე ბევრი მაქვს რაღაც მაზები ხო გაჩვენეთ და ის რაღაცა კაი რომ მქონდა, გეგას ის რო მქონდა. კაი რო გადაზდიო და ის გიოსაც რაღაც გაუჩნდა მსგავსად ხელზე და გავუგზავნე ლიკას, იმიტომ რომ ცვირი ღირდა და მე მაგდარაზე იყიდე, გამოგიგზავნით და ეხა სახელი რო არ ვიცი, ეგ არის ჩემთვის პრობლემა, რომ ძალიან მაგარი კრემი იყო,
აი აქ ხელზე გამოყლელივი თქონდა ხოლმე მარტო აი აქ ადგილებში გეგას დრო დავბანდი კარგად მე იმას უსვებდი მეორე დილით არ ქონდა ხოლა ეხლა ეს წავუსვი და გააქრო მუხას მოურჩინა ანუ საერთოდ მუხას შევადა დღეში ორჯერ იბანს თუ გაუფლიან და სამჯერაც შეუძლია რომ დაიბანოს უყვარს შხაბი ამას მართლა ბავშვებს გეკითხებით სრული სერიოზულობით გეუბნებით მოკლედ ქალი ვერ იქნება ისეთი როგორც აი მუხრა არის ამ მხრივ ხო და ყოველ დღე ისმევდა თან ფენი გაიშრობდა იმ ადგილებს სადაც უნდა წაესვა ხო და ძალიან მაგარი არის არ ვიცი თუ დამიჯერებთ ვინმეს თუ რამე სოკოვანი ან რაღაც იმას ეგონა რომ სოკო მაქვს ფეხის თითებთან რაღაც ჩახლეჩილები ვითქონდა და ისმევდა მუხრანი და რა აქ საერთოდ როგორი გაპრიალებული აქ მთლიანად აი პატარა ბავშვის ფეხი არისო გეკონებათ სხვათა შორის ქუსლზეც კარგია მე წავისვი და არისი ძალიან კაია მე ყოველა სამთარში მისკდება ხოლმე ზოგჯერ იშვიათად მაგრამ ეხა არა წელს საერთოდ ჯერჯერობით მაგრამ ნახოთ მაინც წავისვი თავის დაზღვევის მიზნით წუხელ ხო და სულ გაპრიალებული ვით მაგ ფეხიც ამიტომ გეუბნებით ციფასებო არ ვიცი ისია თქვენ დაგუგლეთ მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცა არის უცებ ახორცებს ფასიც არ ვიცი რა არის თავდება ეს უკვე და მუხრანი მითხრა ვიყიდიო მე შენთვის გიყიდიო მითხრა აი ესეთი სითხეა თეთრი მოკლედ ჩემ კამერას არ ვიცი მე რა სჭირს ხალხო ამ ბოლო დროს და ვერ აღიქვამს ყველაფერს სწორად ასე რომ რა ვიცი თუ რამე კარგს ვიგებ გეუბნებით ხოლმე ეს მიუცია იმ ფარმაცევტს მე რომ მოვიდა უთხარი მე რომ ეს არისო ის ლამიზილი ეწერა მეთქი და ის არ ვიცი მაგრამ ეს წავისვიო და დავაკვირდეო 1-2 დღეო და მართლა არ ქონდა არაფერი საერთოდ ხა ყველა დრაზე წაისმევს ისე იყო მე მაგრამ ეს დაამთავრა სრულად იმდენ ხანს ისმევდა ალბათ ტერბიზილი 1%-იანი 15 გრამიანი ყოფილა ეგ და ძალიან კაია ასე რომ თუ ვინმე სოკოვანი რამე გაწუხებს შეგიძლიათ ეს წაისვით მაგრამ ჯერათ აქ კითხეთ ფარმაცევტს მამაჩემს მინდა ვუყიდო იმიტომ რომ მამაჩემს ფეხზე აწუხებს სოკო ფეხის თითებს ძალიან ძნელად ანუ თითქმის არ იჭრება ისე აქვს ხოლმე და მამაჩემს მინდა ვუყიდო მიუტანო თუ გამოადგება, მაგრამ ვიცი რომ გამოადგება. სუსტად. არ ვიცი რა გესვა და გავიგებ და მე თუ წავედით ჩვენ თუ არა და ხა მაინც წავა. წავუშვით. ისეთი ამბები შემოგარგებო. არ წავამიდა, არაფერი იმასავლებ ახლა. მე ამას ვაჭმევ და ora კაია ეს ბრინჯი ან ამას მეც შევჭამ მაგრამ მანამდე ამას დავვლე ლიმონის მარცვალი ნახე ამას ლიმონი უშვება თორე არ იყო მასე მე მგონი ლიმონის გამო მეწებება იმიტომ რომ მანამდე ისევ სვამდი შიგარაში როცა გამახსენდებოდა ნახე რამდენია ამას იმიტომ ვურევ რომ ერთბაშად წამოიღოს კბილებთან იცის ჩარჩენა
ballerina. What? Ballerina cappuccino. No. Ballerina cappuccino. ცოტა ჩავტოვე. Ballerina cappuccino. სკოლა როდის მთავრდება? I went to the house. არ ვიცი. What you do? Ballerina cappuccino. You can have a coffee. Yes. What's your name? My name ხო, არ ვიცი მეთქი. cappuccino. სკოლა მე მგონი 29-ია. Ballerina cappuccino. ოთხშაბათს წვიმარია, რომ მინდოდა იქ შესვლა. ბავშვებს წავიყვან, მეთქი ვერ წავალ. მგონდეთ თუ ესე იქნა, მაგრამ 2 თუ 3 დღიანი არისო და როგორ არ მორჩება მანამდე. იმიტომ რომ ღონისძიებაც არ მინდა რომ გამოტოვოს. შენი დედავატირე რა ვქენი ხარ ხო? ამ კოლს რაც მაგაკო ქონდა ვიფიქრე რომ არ გადავაქცევნებდი და იქ იმას ვიზამთ ხო. ჩავლეცხავ ამ ფაფაში მაგ კოლს თქო. ანუ რო ჩავყოფდი. ხო იქ იქნებოდა სულ ის მალაგო და მე კიდე გადავაქცია აქეთ მორევისას. Great job. Then I turn now to you a coffee. Thank you. ზაგაი არაფერი არ უნდა. რაც მარილი ჩავამატე და მეტი არ უნდა. კარაქი მომიტანა მუხანი. Thank you. Spready. Yes, you are. კრემისთვის რასაც ვიყენებ, სულ რომ მეკითხებიან ხოლმე, ეს არის ხალხო ოდა. აი ეს, ნახეთ. აი, ამდენს ვუშვები. აი ამდენს. ნახეთ სად გავხაზე. ამდენს ვუშვები 1 ლიტრ ფაფაში. ამას 3 ნაწილად ვხობ. ზოგჯერ ცოტას იმისთვის, მინანქარისთვისაც ვიტოვებ ხოლმე. აი ესე 3 ნაწილად ყოფ. 1 ლიტრ ფაფაში აი ამდენს ვუშვები. ეხლა გრამობას ვერ გეტყვით რამდენი იქნება, მაგრამ სადღაც 200-300 გრამამდე. Where are you? Margarito, where are you? I see you. ესეც მქონდა რაღაცა, ეს ანიკოდეიდასთან მიყიდე. ასაწონი. კარაქი არისო ეგო ასაწონიო და ეს ვიყიდე. Ballerina cappuccino. მაგრამ Ouch, 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 ouch. იმ 30 უფრო მაგარი კრემი გამომდის და მაგით გავაკეთებ. მოკლედ. ეს ადამ დამიხატა მეც და მამამისაც. ბიჭებმა დედები დაიწერეს. დედა, აქ, დედა. მე მოხანის თათია დავაწერე. ბევრ ადგილზე ადამ სულ უკან გაჩხატნა და მოკლედ ასე. წავედი ახლა მე. ფაფაც მზად მაქვს და მე ლობიო მაქვს შუადღისთვის უბრალოდ მაღაზიაში უნდა წავიდე რომ პური მოვიტანო. მუხა არ მეყოლება დღეს და მოვასწრო დროულად ამოტანა პურის.
ასკი ამაცვია ფეხზე. ჩავიცვა. კარგი. წავედი აბა ბედნიერად. მშვიდობიან, პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.